კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მოგესალმებით და გიბრუნდებით პირდაპირ ეთერში მე და რომა, რა თქმა უნდა, სტუმართან ერთად კვლავ. ლევან გონაშვილი მუსიკოსი არის ჩვენი სტუმარი და იმყოფება ახლა სტუდიაში ფოლკლორიდან ელექტრონულ მუსიკამდე. ელექტრონულ მუსიკას. საინტერესო ამბავი გვაქვს მოკლედ და ვიდრე შენ წარადგენ ჩვენ სტუმარს, მე ახალი ფანტათი გავუმასპინძლობ იმასაც და შენც. მეც გავიმასპინძლობდი რომა თქვენს ნებართვით, იმიტომ რომ მე აღფრთოვანებული ვარ ახალი ფანტას პროდუქტით, რომელიც მოიცავს ბროწეულის არომატს და მე ძალიან მომეწონა, სხვათა შორის პირველად დავაგემოვნე და ნამდვილად სიახლეა ქართული ბაზისთვის და თან საინტერესო. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ დააგებინოთ. მადლობა. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ იმყოფებით ჩვენთან ერთად. რომამ უკვე პირველ ბლოგში მიმოიხილა თქვენი საქმიანობა, თუმცა ახლა თქვენგან გვინდა რომ მოვისმინოთ. როგორ აღმოჩნდით და როგორ იპოვნეთ საკუთარი თავი ელექტრონულ მუსიკაში? მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს მუსიკასთან დაკავშირებით, როგორ მოხდი ამ სფეროში. მელომანი ვიყავი ბავშვობიდან, ჩემი გვარიდან გამომდინარე და თქვენ რომ არ ყოფილიყავით არ შეიძლებოდა. მთელი ოჯახი ალბათ ესე იყო, უბრალოდ ბავშვობიდან დაინტერესებული ვიყავი ელექტრონული მუსიკით, ეს თქვათ ყოველთვის ვცდილობდი რომ თვალყური მენდევნებინა პროგრესისთვის, რასაც ელექტრონული მუსიკა მოიცავდა და გადავწყვიტე შემისწავლა ეს პროფესიულ დონეზე. და ყოველთვის მიდიოდი ხოლმე ფესტივალებზე და მსგავს ღონისძიებებზე და ვიყავი ხოლმე ძალიან ახლოს არტისტებთან, რომ თვალყური მენდევნებინა რას აკეთებდნენ ტექნიკურად. მერე გავიარე სპეციალური სკოლა მიხეილ მეტრეველთან, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას. და მას მერე ესე 10 წელზე მეტია უკვე ვქნი მუსიკას და უკრავ სხვადასხვა მაყურებელს მოდით მაინც შევახსენოთ გონაშვილი გვარი დამთხევა არ არის და ჰამლეტ გონაშვილის შთამომავალი იმყოფება ჩვენთან სტუმრად. შვილიშვილი თუ სწორად ძმისშვილი. კი ბატონო. აი, სწორად მახსოვს. მოდით ახლა ბიძაშვილები იყვნენ ბაბუა და ჰამლეტ. მოდით ახლა ვახსენოთ თქვენ და ელექტრონული მუსიკის ურთიერთობა რა პერიოდს მოიცავს, ანუ რომელი ასაკიდან დაინტერესდით ამ სფეროთი და დაუშვათ ვინმე განიხილავს უკვე ზრდასრულ ასაკში რომ ამ სფეროში შეაბიჯოს. რასთან მიაქციოს ყურადღება დამწყებ მუსიკოსებს ამ მიმართულებით რა რჩევას მისცემდით? კი, ზოგადად პროფესიონალ აპარატურას შევეხეთ ძალიან დიდ ასაკში, ესე ვთქვათ 32 წლის ასაკში, 31 წლის ასაკში, მაგრამ მანამდე ყოველთვის ვიყავი ახლოს მუსიკასთან, მაგრამ აი ესე ჩართულობით, რომელსაც დავიწყე ჩემი მუსიკის შექმნა და ფიზიკურად შევეხე ამ ყველაფერს 31 წელს დავიწყე. ასე რომ არასოდეს არ არის გვიან. მე მინდა ურჩიო ყველა დამწყებს, რომ იყვნენ მეტი გახსნილები და მეტი კონტაქტების მოძიებაში. სხვადასხვა ძალიან ცუდი ამბავი შემემთხვა ამას რამოდენიმე დღის წინ ჩემი აკაუნტები Instagram, Facebook ყველაფერი გამიტეხეს. ამ ბოლოს ხშირი შემთხვევაა და ხო და აი ნოლიდან დავიწყე მოკლედ დღეს მაქვს სხვათა შორის ძალიან დიდი ღონისძიება ბაზარ ორბელიანზე. სადაც დიდი სიამოვნებით გიმასპინძლებ თქვენ ყველას. მოკლედ ესე მუსიკას რაც შეეხება არის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ბევრ ამას, ბევრი მუსიკოსი DJ არის დღესდღეობით თბილისში, რომელიც ტრენდული გახდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ფლობენ სრულ ინფორმაციას და არიან ჩამოყალიბებული არტისტები და ეს არის ძალიან დიდი გზა, რომელიც ჩემი აზრით ყველა არტისტმა უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტანციებით, რომელიც მოიცავს მუსიკალურ შესწავლას. ძალიან განვითარებას საჭიროებს თან. ძალიან დიდ შრომას და ძალიან ეს მხოლოდ ის მუსიკა რაც ჩვენ გვესმის, ის არის ხო, ეს ძალიან საინტერესო ასპექტია, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ძალიან გატრენდდა ეს პროფესია, ასე რომ თქვათ, თითქოს ბევრმა მიჰყო ხელი. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეიძლება მოკლე ვადაში ყველა არტისტი იყოს, ესე რომ ვთქვათ, მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ ხანმოკლე პერიოდი აქვს თუ, რა თქმა უნდა, შრომა ამაში არ ჩაიდო და ცოტა რაღაცა შესაბამის სივრცეებშიც უნდა მოხდე და ალბათ რაღაცებში უნდა გაგიმართლოს იმისათვის, რომ ამ პროფესიას ხანგრძლივი პერსპექტივით მიჰყო ხელი. თქვენ გეგმავთ რაიმე საინტერესო აქტივობებს თქვენ სფეროში და ის მომენტები რაც შეგიძლიათ რომ გაგვიმხილოთ ამ ეტაპზე? იყო კვირეულად თითქმის პროგრესირებს ჩემი ივენტ კომპანიას და ჩემიც ამ მასობაში
ძალიან დიდი გეგმები მაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რომ ჩავატარო სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა სეზონური გუდაური იქნება თუ ზღვის სეზონი, სხვადასხვა ფესტივალები და ივენთები, რომელსაც უკვე ვაკეთებ და მაქვს რამოდენიმე 30-ზე მეტი წარმატებული პროექტი უკვე შესრულებული და კიდევ ვაპირებ გაგრძელებას. Გაფრთხილება სასცენო ფსევდონიმი, ბოდი შემოს რო გეკითხებით. ლეონიდასი. მიცნობს ოკეი ეს იყო. რატომ ეს სახელი? როდესაც ევროპაში ცხოვრობდი, ჩემს სახელს ლევანს ვიქრონაკო და ლეონიდას და რაღაცა მსგავსი და ეს დაკავშირდა მაქედან უფრო და მე ლეონიდასი მომწონს რაღაცა მებრძოლის. კი ბატონო. რაღაცა და ჩემ მუსიკაც ხანდახან ისეთია. ფოლკლორი ვახსენოთ, მოდით კიდევ ერთხელ. ფოლკლორში სად წარმოგიდგინათ საკუთარი თავი და რა მიმართულებით მოღვაწეობდით მანამდე მუსიკაში, ვიდრე ელექტრონულ მუსიკამდე მოხვიდობით? ჩემი გვარიდან გამომდინარე, ბევრი გადაკვეთა და შეხება მქონდა, თუმცა მე ჯერ არ გამომიყენებია ეს ჩვენი ხმები, ასე ვთქვათ, ქართული, იმიტომ რომ არ ვეხები ძალიან დელიკატურია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ელექტრონულ მუსიკასთან არ მინდა აღრეობაში მოვიყვანო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ჩემთვის ის არის ბევრად წმინდა და სხვა და ეს არის უფრო თანამედროვე რაღაც და აი ვერ ვაკავშირებ მუსიკალურად ამ ყველაფერს. ფიქრობ სწორი მიდგომა, რადგანაც კარგია ახალი, სხვა პასუხს ველოდი სხვათა შორის, მაგრამ ძალიან სწორი მიდგომა. ბევრი შემხვდა რაღაც ისეთი, მაგრამ მე არ მესია, იმიტომ რომ ჩემ მოგვარია, მაგრამ მაგას მე არ მოვაკეთებ, იმიტომ რომ არ მიმაჩნია მიზანს შეეწყვეტათ, იმიტომ რომ იმას თავის დრო აქვს ამ დღევანდელ რეალობას სხვა. ლევან, სად შეიძლება თქვენი მოსმენა ლაივში? ლაივში ივენთებზე, ჩემი ივენთებზე სხვა ივენთ კომპანიებიც ძალიან ხშირი მასპინძელია ჩემი და YouTube-ზე, Spotify-ზე, SoundCloud-ზე და იმედია ეს სოციალები, მუსიკალური სოციალები მაინც არ მოიპარეს და ხო ეს მავნე პრაქტიკა სამწუხაროდ მოუჩება. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემს ასე რომ ვთქვა, ახალგაზრდობაში, ასე ვთქვა. ახლა ძურგაზრდა ხარ რა ხდება? ჩემს ახალგაზრდობაში ესე ძალიან მყარა შემოდგა ნაბიჯი ელექტრონულმა მუსიკამ და იმ პერიოდისთვის ეს იყო რაღაცა სერიოზული გადაცემა ახალგაზრდებისთვისაც, არტისტებისთვისაც საკმაოდ მყარი საწყისი. დღეს ბაზარზე რა მდგომარეობაა? მე სამწუხაროდ ამ მოვლენებს ჩამორჩი და ახლა ამიტომ ვკითხულობ. დღეს რა მოცემულობაა? ხო, აი ქართულ ბაზარზე ელექტრონული მუსიკის თვალსაზრისით რამდენად დიდია მოთხოვნა და ვინ არის მეტწილად მსმენელი? ისევ ჩვენი თაობის მსმენელი დარჩა თუ შეიცვალა ეს თაობა? შეიცვალა, რა თქმა უნდა, იცვლება ყოველდღიურად, ჩემ თვალწინ იცვლება ყველაფერი. ყოველდღიურად ძალიან ამ კონკრეტული მიმართულებით, სადაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. იქიდან გამომდინარე, რომ ანუ ყველგან რაღაცა ხდება და ყველა ამის ანუ რაღაც არ არის დაცული არც კანონიერად არც იმიტომ რომ არ კონტროლდება ეს არც ხარისხობრივად, არც მუსიკალურად, არც აი არაფერი და ყველაფერს აკეთებს ამ მიმართულებით და რაღაც დინამიკებს ბოდიში ამ სიტყვის გამოყენებით დააყენებენ DJ-ს და მგონიათ რომ ეს არ არის ის რაც უნდა იყოს და ხარისხი ძალიან თითო რამოდენიმე კომპანიას უკავია, რომელიც აღსანიშნავია და მადლობა მათ კარგი ხარისხს აკეთებს, მაგრამ უმეტესწილად ახალობის მუსიკალურ გემოვნებას ვაფუჭებთ ამ მიდგომით ჩემს. მე მაინც მგონია რომ ფლადას ეს სავალალოდ არ არის მდგომარეობა, რადგანაც ბევრი კარგი კლუბი გასახელის არის საქართველოში და არა მხოლოდ თბილისში, სხვა შორის რო აღარ ვახსენოთ და რეკლამის სახით რო არ გამოვიდეს. საინტერესო იქნება თქვენი შეფასება, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ ევროპულ ბაზარზე ამ მიმართულებით ელექტრონული მუსიკის კუთხით. ბოდიში ბერლინის მეორე ადგილი დავიკავეთ, ანუ უფრო underground მიმართულებით და ჩვენ უფრო ყოველდღიურ იმაზე ვსაუბრობთ ივენთებზე და ეს underground-ი ძალიან პოპულარულია და გვასახელეს ბასიანმა ესე ვთქვათ და სხვადასხვა კლუბებმა კიდევ რომელიც ევროპაში რომ მოგზაურობ, ხშირად მაგით ცნობილი. კი, მეც მეკითხებიან ხოლმე. ხამის ცხოვრება და კლუბი არის საქართველოსთვის მახასიათებელი ბოლო პერიოდში. ბატონო, ეგრე არის ნამდვილად. ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება.
დიდი გონაშვილი. რა სიტყოდა თქვენ საქმიანობაზე? აი რას გეტყოდათ დღეს? ზოგადად ელექტრონულ მუსიკაზეც. ზოგადად ელექტრონულ მუსიკაზეც საინტერესოა, მაგრამ უშუალოდ თქვენთან მიმართებით რა დამოკიდებულება იქნებოდა? ალბათ საინტერესო კოლაბორაცია შედგებოდა. მის იდეალურ საქართველოს ხმასთან და ჩვენს ახლანდელ რეალობასთან რაღაცა ჩამოყალიბდებოდა რაღაც ისეთი, რომელიც ძალიან სხვა რამეს მოიცავდა ალბათ რა, სხვა გაცდებოდა ალბათ. სხვას საინტერესო იქნება. ჩაკრუს ახალი ვერსია იქნებოდა საინტერესო. მართალია ჩვენ სხვა რაღაცა იქნებოდა. მე მგონია რომ ხო რაღაც სრულიად სხვა ფორმატი იქნებოდა ჩემი აზრით. ნამდვილად. იმართულებით. ვინიცი შეიძლება მომავალში ვინმემ სადოს ამის გაკეთება კლასიკური ინა თუ არა გონაშვილები. ხო, აი ეს უნდა მეთქვა, აი ვინ შეიძლება სადოს რომ არა. ჰამლეტ გონაშვილი ნამდვილად შეუცვლელია და მას ნამდვილად ვერავინ ვერ ჩანაცვლებს ამ ჟღერადობის ხმა არავის არ ექნება. მე ამაში ვერ გადამარწმუნებს ყოველ შემთხვევაში ვერავინ. ფოლკლორთან ამჟამად თუ განიხილავთ გარკვეული სახის კოლაბორაციას მართალია წერან ჩვენ გამოვრიცხეთ ფაქტობრივად ის რომ აი კლასიკური ქართული მიმდინარეობა სისხლის ყივილი გაინტერესებს რომ აიგნება თუ არა. არა, მე კრეატიულ რაღაცებს ვეძებ და თანაც მე როგორც ელექტრონული მუსიკის არამსმენელი ადამიანი, მე უფრო სხვა მიმართულებით უფრო მიყვარს მუსიკა. აი მოყვარულის მხრიდან დასმული შეკითხვა იქნება ალბათ უფრო ეს. განიხილავ თუ არა რაიმე უფრო განსხვავებულ კრეატიულ მიმდინარეობას ამ კუთხით, სადაც შეიძლება ჩაერთოს იგივე ფოლკლორი, რადგანაც გონაშვილი ხართ და ამიტომაც გისვამთ ამ შეკითხვას. კი, ყოველთვის მევისალმები სიახლეს და გამოწვევას ძალიან საინტერესო. ალბათ შეხება რო არ მქონე, მაგიტომ მოვარიდე თავი პირველ წინადადებაში. უბრალოდ ისეთი დელიკატური არის ჩვენი ფოლკლორი და ისეთი სათუთია ჩემთვის, რომ მინდა შესაბამისი მიდგომით გავცე მაგ პასუხი და აი აუცილებლად თუ გამომეხმაურება ისეთი ადამიანი და მოხდება ჩვენი კოლაბორაცია, ვინც ჩემს მიმართულებას მაგას დაინახავს და ასევე მეც სიამოვნებით შედგება ის რაც თქვენ ახლა ხარით. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში. გულგრილობთ თქვენს გულშემატკივრებად, ასე რომ ვთქვათ, მაყურებელს შევასწრებთ რომ ლევან გონაშვილი მუსიკოსი გახდათ ჩვენი სტუმარი და გველოდებით დღეს საუბრობთ. პარასკევს სად უნდა გველოდებოდეს? ბაზარობელიანზე. უი, საინტერესო. სამოცხოლი არტისტი ჩამოყავს, ორი ქართველი არტისტი წამყვანი. ძალიან კარგი საღამო იქნება. აი როგორი ესეთი სუყე ინფორმაცია მივაწოდეთ ჩვენ დილის მაყურებელს. და ჩვენს მიმართ ეს ინფორმაცია. პარასკევის საღამო უკვე იცით მეგობრებო.